მოკლედ მეგობრებო, ესეთი ინფორმაციით დავბრუნდი. რამოდენიმე დღის წინ ამერიკაში 23 წლის უკრაინელი გოგონა ერთ-ერთმა შავკანიანმა ადამიანმა მოკლა. ესე ჯიბიდან ამოიღო დანა და სამჯერ ჩაარტყა კისერში და ერთ-ერთი ჩარტყმა გახდა სიკვდილის მიზეზი. მე ცოტა ხანში ვიდეოსაც შემოგთავაზებთ, რომელიც მეც არ მინახია და მინდა რომ ერთად განვიხილოთ და ჩავთოთ. და რაც თავარია შევაფასოთ ობიექტურად რა. არანაირი ზედმეტი მოსაზრებების გარეშე უბრალოდ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც არის უკვე გასაჯაროებული, გამოვიტანოთ მოკლედ დასკვნა რა. უბრალოდ ეს ვიდეო არის ცოტა რთული სანახავი. მთლიან ვიდეოს არ გაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან რთული საყურებელია და მოდი აი უბრალოდ წარმოდგენა რო გქონდეს რაღაც ფრაგმენტები შეგვიძლია რომ ვნახოთ რა. აი ეს გოგონა არის მოკლედ შედის ჩდება ჩვეულებრივ ერთ-ერთი ვაგონის სკამზე, რომლის უკანაც ზის ეს შავკანიანი მამაკაცი. სამსახურის უნიფორმაცია სავარაუდოდ არის სამსახურიდან მოდის. მოკლედ დგება ეს სკამიდან ეს შავკანიანი ტიპი და ჯიბიდან იღებს დანას და სამჯერ ჩაარტყავს. ანუ არაფრის გამო უბრალოდ არანაირი სიტყვიერი შელაპარაკება, ანუ წინაპირობა არ ქონია ამას. უბრალოდ აი ჩვეულებრივ არაფრის გამო დგება, აიღებს ამ დანას და ჩაარტყავს სამჯერ და ერთ-ერთი ჩარტყმა განხორციელდება კისერში, რის გამოც ეს გოგო სამწუხაროდ კვდება, ხო? აი ხედავთ ახლა ჩვენ გავაგზავნოთ ვიდეოს ყურება. მოკლედ ძალიან დაბნეული არის ეს გოგო და დაახლოებით 2 წუთში უკვე კვდება რა. ამ დროის განმავლობაში არავინ არ ცდილობს ამ გოგოს დახმარებას. არ ვიცი ეს შიშის გამო თუ რისი გამო არ ვიცი. ეხლა ჩვენ აი ძირითადად საქართველოში რა სოციალური ქსელებით სარგებლობთ, ხო? Instagram-ი, Facebook-ი, YouTube-ი, ხო, ნუ TikTok-ი რა, მაგრამ TikTok-ს ხო, ნუ TikTok-იც ერთ სიტყვით. ეხლა ამ სოციალურ ქსელებს ცენზურა აქვს, რომ არ შეიძლება რასიზმის შემცველი რაღაც განცხადებების გაკეთება, მსგავსი ვიდეოები იბლოკება, ხო ესე არის. და ჩვენ უბრალოდ ვერ აღვიქოთ იმ რეალობას, რაც აი რეალურად ხდება მსოფლიოში რა. კანის ფერით არ უნდა განასხვაო ადამიანები. ნუ მესმის გასაგებია, ხო? მოდი ამ ლოგიკას გავყვეთ. ძალიან ლოგიკურია, კი ბატონო. მაგრამ ეს ადამიანები თავისი წარსულიდან გამომდინარე არიან დაბოღმილები რა და როგორც კი შანსი ეძლევათ, აი უკვე გენებში აქვთ თითქოს რომ შური იძიონ. აი წარსულის გამო, რომელიც ცუდ პირობებში იყვნენ თავიანთი წინაპრები და ასე შემდეგ, აი ამის გამო უკვე გენებში აქვს ჩადებული რომ შური იძიონ და ესეთი მოვლენები არის ძალიან ხშირი რა. ეს მოვლენა არის ერთ-ერთი მათ შორის, რაც ძალიან ხშირად ხდება. ისეთ პლატფორმებზე რომ შევიდეთ და რომ გადავამოწმოთ, ხო, რომ შევხედოთ. ანუ ბევრად საშინელი რაღაცები ხდება, ვიდრე ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, ხო? აი ესეთი პლატფორმები, ხო, რომელზეც ნაკლები ცენზურაა და მეტი რაღაცის განთავსება არის შესაძლებელი, ძალიან კარგად ჩანს რეალურად რა ხდება, ხო? თუნდაც სოფლიოში და უკვე ეს ჩვენც გვეხება, იმიტომ რომ საქართველოშიც დიდი რიცხვი არის უკვე მიგრაციის და ის პრობლემები, რაც გლობალურად ხდება, უკვე ჩვენთანაც გამძაფრდება რა. ამაზე საუბარი უკვე ჩვენც მოგვიწევს და ჩვენი ყოველდღიურობას გახდება. პასუხისგებლობა გვაქვს უკვე დაგვიდგა, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია უნდა ვიცოდეთ, ვიდრე ეხა გვაქვს, ეხა გვესმის.
აი Facebook-ს ეხლა რო შევიდეთ, იმ პრობლემებს უბრალოდ ვერ შევხვდებით, რაც ხდება, ხო? მაგრამ რატო არის საჭირო, რომ ეს პრობლემები, რაც გლობალურ სამყაროს უდგას, რომ ჩვენც ვიცოდეთ რაღაც დონეზე და გააზრებული გქონდეს. იმიტომ არის საჭირო, რომ ეს ყველაფერი უკვე ჩვენც შეგვეხება და ჩვენ ამისთვის გარკვეულწილად მომზადებულები უნდა ვიყოთ. ის რაც ხდება მაგალითად ევროპაში ან ამერიკაში, ის პრობლემები რაც უდგათ მათ, აი რამოდენიმე წელიწადში უკვე ჩვენთანაც დღის წესრიგში იქნება რა. ესეთი ტენდენცია ყოველი შემთხვევისთვის და ჩვენ როგორც გონია რომ აი ეს არის ესე, ხო? და როგორ რეალობაში ცხოვრობთ, ყველაზე რბილად რო ვთქვათ, თლად სიმართლის არ შეესაბამება, იმიტომ რომ რეალობა არის სხვა. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ცოტა ხანში, ანუ შეიძლება უმცირესობაში ვიყოთ, როგორც ეროვნებით ქართველი ადამიანები, ხო? და უბრალოდ კულტურის ნაწილიღა დარჩეს, ხო? საქართველოსგან. თითქოს მე ვარ უცხოელი რა. აი თბილისში არის რაღაც უბნები, სადაც რო გაიარო, შეგექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს შენ ხარ უცხოელი. ანუ ეს ტენდენცია უკვე შეინიშნება, რომ მიგრაცია ძალიან დიდი და მიგრაცია ისეთი ხალხის, რომელიც არის ჩვენზე განუვითარებელი ქვეყნებიდან ჩამოსული. და აი ამ ხალხის რაოდენობა რო გაიზრდება, ხო? ეს ხალხი რა კულტურას ჩამოაყალიბებს აქ? ეს მე მგონი ცხადი არის ძალიან.